მშვიდობის შესრულდა 11 საათი და გაცემა დღის ნეws რომ ბრუნდება პირდაპირ ეთერში მე ვარ ლელა ბაღდალაძე პარტიების აკრძალვა ვის აუქმებს და ვის ტოვებს ქართული ოცნება პოლიტიკურ ველზე სამართლებრივი არგუმენტებით გამყარებული მოთხოვნა თუ დარტყმა ქართულ დემოკრატიაზე დღეს შეფასების მთავარი საგანი ქართული ოცნების საკონსტიტუციო სარჩელია ამიტომ დავიწყებთ სწორედ ამ თემით გია ხუხაშვილია ჩვენი პირველი სტუმარი და ზუსტად ერთ წუთში გვერდება იქამდე კი თვალი გადავალოთ ბოლის სიახლეებს დღეს პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ხდომა გაიმართება, სადაც კონსტიტუციურ სარჩელზე ხელმოწერების ნამდვილობას დაადასტურებენ. სარჩელის ავტორები ქართული ოცნება, პოლიტიკური ჯგუფები, ხალხის ძალა და ევროპელი სოციალისტები არიან. ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურების შემდეგ სარჩელი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის, ახლების და ლელოს აკრძალვას ითვალისწინებს, საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობა გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერაციული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1997 წელს დაბადებული პირი არასრულწლოვნით ვაჭრობის პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემისა და პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 12 წლამდე ვადი თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს თავდაცვის ძალებში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი კრძანიში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობას და მახათას მთაზე პროექტ ჯარის ქალაქის მეორე ეტაპის განხორციელების პროცესს გაეცნო. მაშასე ეს არის დღის ნეws რომი კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილია ჩვენთან ერთად შესაბამისად მივესალმებით სტუმარს გამარჯობა ბატონ გია და მადლობა რომ გვესწრებთ. ბატონ გია ქართულმა ოცნებამ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სარჩელზე მუშაობა დაასრულა გუშინ დაასახელა კიდეც ის პარტიები რომელთა აკრძალვასაც გეგმავს ამიტომ რა თქმა უნდა ვიწყებთ ამ თემის შეფასებით. თავდაპირველად დაანონსებული იყო რომ სიაში იქნებოდა 10-მდე პარტია, თუმცა საბოლოოდ ჩამონათვალში, როგორც ვნახეთ, მოხვდა სამი ნაციონალური მოძრაობა, მელია გვარამიას პარტია ახალი და ხაზარაძე ჯაფარიძის ლელო. არსებობს თუ არა ამ პარტიების აკრძალვის სამართლებრივი და კონსტიტუციური საფუძვლები, ამაზე ჩვენ შემდეგ სტუმართან, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესთან ვისაუბრებთ, იქამდე კი გითხარით, აი რა დაინახეთ პოლიტიკურად იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც მიღებულია ქართულ ოცნებაში. ქართული დემოკრატიისთვის გადამწყვეტი დარტყმის მიყენება მრავალპარტიული დემოკრატიის მოშლა, დაბრუნება საბჭოთა კავშირში და აი ამ ტიპის შეფასებები, ესე ვთქვათ, ახლავს იმას, რასაც აპირებს მმართველი პარტია. აი თქვენ რა სახელს არქმევთ იმ გზას, რომელსაც შეუდგა ქართული ოცნება? ხო, ეხლა ეს არ არის სიახლე, ხო? მე არაერთხელ მithქვამს და გვისაუბრია ჩვენც ალბათ ამ თემაზე, რომ ხელისუფლების სტრატეგიული ამოცანა რა არის, ხო? სტრატეგიული ამოცანაა, რომ საქართველოში ჩამოაყალიბოს რუსული ტიპის ეგრეთ წოდებული სუვერენული დემოკრატიული სისტემა, ხო? რაც გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს ერთი დომინანტური ძალა, დომინანტური პარტია და მისი სატელიტები, ესე რომ ვთქვათ, რომლებიც დათანხმდებიან აი ძალაუფლების მუდმივობის თამაშის წესებზე. მოუზომავენ რაღაც ესე ბოსტანს და იმ ბოსტნის ფარგლებში იმოძრავებენ ისე რომ ძალაუფლებაზე, ხელისუფლებაზე პრეტენზია არ ექნებათ, ხო? ეს არის რუსული მოდელი, რომელიც მუშაობს ესე რომ ვთქვათ, აი კვაზი დემოკრატიულ ქვეყნებში და ყველა ნაბიჯი ხელისუფლების ამემართულებით ამ საქმეს ემსახურება, ხო? ის ოპოზიციური ძალები, რომლებიც ამ თამაშის წესებზე არ თანხმდებიან, უნდა იქნან სახელდებული, ესე რომ ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ არასისტემურ ოპოზიცია და ნახევრად არალეგალურ მდგომარეობაზე უნდა იქნან გადაყვანილი, ხო? ანუ რეგისტრაცია უნდა გაუქმდეთ და ანუ სამართლებრივი საფუძვლები საარჩევნო პროცესში შესვლის, ანუ ლეგალურ პოლიტიკურ პროცესში შესვლის მათ უნდა გამოეცალოთ. ეს არის ამოცანა, რომელიც სრულდება, რომლის ესე რომ ვთქვათ, ალგორითმი, ხო? სტრატეგია და ტაქტიკა თავის დროზე რუსეთში არის ძალიან კარგად დამუშავებული სპეცსამსახურებში და ამ მეთოდოლოგიას მიყვება თუმცა ბატონ გია, აი შევხედოთ ქართული ოცნების განმარტებას იმის შესახებ, რა კრიტერიუმებს ეყრდნობა პარტიების აკრძალვის თაობაზე მათ მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელი, აი როგორც მმართველ პარტიაში ამბობენ, სარჩელი ეფუძნება კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემდეგ დარღვევებს, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლის მცდელობები.
საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში უცხოური ძალისთვის ხელის შეწყობა, ასევე არის საუბარი ადამიანის უფლებების ხელყოფაზე, რომელიც უშუალოდ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის პერიოდს უკავშირდება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, რაზეც ასევე წინა ხელისუფლებას ედავებიან და ასე შემდეგ. ხა აგვისტოს ომზე და ტერიტორიული მთლიანობის, ასე ვთქვათ, დარღვევის ნაწილზე ცალკე კითხავთ, იქამდე კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობის ბრალდებასთან დაკავშირებით მინდა დაგესვათ კითხვა. აი, რამდენად იწევს დღევანდელი ოპოზიციური სპექტრის და განსაკუთრებით ასაკრძალად გამზადებული აი ამ სამი პარტიის პოზიციონირება და საქმიანობა, ქმედებები იმის თქმის საფუძველს, რომ ხო აი მათი მიზანია სწორედ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლა. ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში 2012 წელს და მაშინ ქართულ ოცნებაში ვიყავი. გამომდინარე იქიდან თუ რატიტის რეჟიმთან ქონდა ხო სააკაშვილის რეჟიმის სახით საქმე, მე ვემხრობოდი მოდელს, რომ გარკვეული პოლიტიკური ვერდიქტი დამდგარიყო, ხო? მაგრამ ეს არ გულისხმობდა პარტიის გაუქმებას, ბუნებრივია. პოლიტიკური ვერდიქტი ნიშნავდა იმას, რომ უბრალოდ უნდა შემდგარიყო, ანუ კოაბიტაციაზე, როდესაც საუბრობთ, კოაბიტაცია რას გულისხმობს, რომ საზოგადოების ორი ნაწილი, ხო, ერთის მხრივ დანაშაულში ეჭვმიტანილი და მეორეს მხრივ დაზარალებული, უნდა შერიგდნენ რაღაც პირობებზე. სხვანაირად საზოგადოების გამთლიანება ვერ ხდება. აი, ეს არის კოაბიტაციის მიზანი. კოაბიტაცია უნდა მოხდეს ერთგვარი მონანიების საფუძველზე, ხო, რომ რაღაცა შეცდომებს უშვებდა, ხო, უშვებდი, დანაშაულიც იყო, რაღაც იყო, მაგრამ მოდით ახლა დავიწყოთ სულთა ფურცლიდან. ძალიან აი ესე ადამიანის გასაგებ ენაზე რო თქვა, თორე ამას რა თქმა უნდა თავის სამართლებრივი თემები აქვს. ეს იყო ამოცანა. ახლა დღეს რა პროცესიც მიდის, ეს არის უკვე რა თქმა უნდა სამართლის და სამართლის მიღმა პროცესი. დაუშვათ იგივე თქვენ რა ეპიზოდსაც, აი 4 ოქტომბრის ეპიზოდს გულისხმობთ, ხო? მე სრულიად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ 4 ოქტომბრის ეპიზოდი ეს იყო ხელისუფლების მხრიდან პროვოცირებული, ანუ დიდი პროვოკაცია, რომლის ინსტრუმენტათაც იქნა გამოყენებული შეგნებულად თუ შეუგნებლად. ამას არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტული ადამიანები, ხო, ყველას ჰქონდა აქ თავისი როლი, ხო, იყო ვიღაცა ეს ჩანერგილი პროვოკატორი, ვიღაცა სასარგებლო ბრიყვი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ზუსტად იმისთვის იყო ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი აი ეს ეგრეთ წოდებული სახელმწიფო გაატრიალება საჭირო, რომ ეს მერე საფუძვლად დაზდებოდა ამას ყველა. მე მაგალითად დარწმუნებული ვარ, რომ იგივე ხაბეიშვილი, მე არ ვამბობ, რომ ის ეხა მაინც დავერბოვკებული პროვოკატორია, მაგრამ მან კლასიკური პროვოკატორის როლი შეასრულა. მერე ის გაარიდეს პროცესს, რასაც ქვია, ხო? ეხა ის ეხა სასარგებლო ბრიყვი იყო ამ პროცესში თუ რა იყო, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ხაბეიშვილმა რო ითამაშა ფაქტობრივად მოამზადა ხელი შეუწყო ხელისუფლებას აი ამ სარჩელის მომზადების პროცესში, ხო? მისი გეგმებიდან გამომდინარე, ეს ჩვენთვის სრულიად აშკარაა. ამას დააბრაზდებიან რომ ალბათ ნაციონალური მოძრაობის. თურმე უნდა ეხა თვალების დახუჭვა, ხუჭოს რამდენიც უნდა. მაგრამ ეს არის 2x2 პოლიტიკის, რაც მე ხა ვამბობთ, ეხა უნდათ გაბრაზდნენ და უნდათ ცივი წყალი დალიო, რაც უნდა. ბატონია, ახალი ესე ვთქვათ საფუძველი და მიზეზი ექნება ნაციონალურ მოძრაობას, რომ ორი ჯერზე დაგიპირისპირდნენ, თუმცა ისევ იმ თემას რომ დაუბრუნდეთ, რაზეც საუბრობდით, პარტიების აკრძალვის საკითხს გულისხმობთ. აი რატომ ეს სამი პარტია, აი რა პრობლემას უქმნის და უქმნის თუ არა სერიოზულ პრობლემებს ნაციონალური მოძრაობა, მელია გვარამიას პარტია ახალი და ლელო უშუალოდ ქართულ ოცნებას ესეც მინდა რომ კითხოთ და განსაკუთრებით სხვათა შორის ლელოზე მინდა ჩაგეკითხოთ, იმიტომ რომ ოცნება ითხოვს ხაზარაძე ჯაფარიძის პარტიის აკრძალვას, მაგრამ ამ ამბავს ასე ვთქვათ გადაურჩა გიორგი გახარიას პარტია, არადა შეიძლება ითქვას რომ დაახლოებით ერთი წონის და ასე ვთქვათ კატეგორიის პოლიტიკური ძალები არიან. აი თქვენი აზრით რას ვერ პატიობს ქართული ოცნება ლელოს და რატომ არის შესაბამისად ლოიალური გახარიას პარტიის მიმართ? ხო, ნუ სქემა არის მარტივი, რაც უკვე გითხარით, ხო, სუვერენული დემოკრატია შენდება. ეხლა რაც შეეხება თავიდან გაცხადებული იყო 10 პარტია, სხვა შორის დაკავშირებული პირებიც იყო გაცხადებული, გახსოვთ, ხო? მარტო პარტიებზე კი არ უნდათ გარკვეული სიის, შავი სიის გაკეთება და აი შემდეგ ეს გადაიფიქრეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აი ეს შავი სიები რო გაკეთებული იყო, მაშინ მოხდებოდა ძალიან ბევრი პორტირებული ქართულ ოცნებაში. ანუ შეიძლებოდა საფრთხე შექმნოდა
ქართულ ოცნებასაც, ანუ მისი ლიკვიდაციის და გაუქმების საკითხის დამდგარი იყო დღის წესრიგში, ხო? რამდენიმე დეპუტატი ვიცით მარტო ჩვენ, რომლებიც თავის დროზე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები იყვნენ და ეხლა არიან ქართული ოცნების დეპუტატები. აი, ესეთი მოცემულობა, ამიტომ ეს მოაშორეს და ეს 10 დაიყვანეს 3-ზე. ფორმულირება პაპუაშვილის ესე რომ ვთქვათ, განმარტება ამ თემის თუ რატო შემცირდა ეს ყველაფერი, ხო? თვითაღიარება იყო, ანუ აღიარებით ჩვენება იყო, რატომ? იმიტომ რომ მან თქვა, რომ ისინი საფრთხეს არ ქმნიან. დანარჩენი პარტიები, დროა და სხვები, იმიტომ რომ სუსტები არიან, ანუ ბარიერს ვერ დახავენ, ანუ რა არის ამოცანა, ხო? ანუ თვითონ პაპუაშვილმა აღიარა, რომ ამოცანა რაღაც მართლმსაჯულება და სახელმწიფო უსაფრთხოება კი არა, ამოცანა არის პარტიული ქართული ოცნების უსაფრთხოება, რომ მას ესე რომ ვთქვათ, ლეგალურ სივრცეში მარტო სუსტი ძალები უნდა იყვნენ და არ უნდა იყვნენ ძლები. მე ვფიქრობ, რომ ლელოც აქ მოხვედრილია არა იმ სრული პაკეტით, ხო? სრული პაკეტი, რასაც ქვია სახელმწიფო გაატრიალება, იქ მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეს ეხება უფრო შემხებლობაშია ნაციონალურ მოძრაობასთან და იმასთან ძლიერ რა ქვიათ, იმათ ცვლილებები, კოალიცია ცვლილებებისთვის. იმათზეა მიმართული, ანუ ამ კრიტერიუმებში ლელო ვერ ჯდება. ლელო ჩასვეს მე არ ვიცი რა დესტრუქცია რაღაცა აბსოლუტურად ბელეტრისტიკური კრიტერიუმებით და მე ვფიქრობ, რომ ეს არის გარკვეული ტაქტიკური სულა ქართული ოცნების მხრიდან, რომ გარკვეულწილად სახე შეუნარჩუნოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ხო? ანუ ლელოსთან მიმართებაში განსხვავებულ განცხადებებს ელოდებით მოსამართლეობის მხრიდან. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე, ანუ სარჩელი, ესე რომ ვთქვათ, ეს არის მათი ვირეშმაკული ტაქტიკა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ თითქოს ობიექტურმა მართლმსაჯულების ინსტიტუტმა დააკმაყოფილოს ორი პარტიის შემთხვევაში და მესამე შემთხვევაში არ დააკმაყოფილოს, ხო? აი რაღაც ჩემის აზრით, აი ამ მოდელზე, ამ მოდელის ირგვლივ ტრიალებს. მადლობია, ლელოსთან მიმართებაში თქვენი პოზიცია გასაგებია, თუმცა ახლა გითხარით, რატომ ვერ მოხვდა ასაკრძალი პარტიების ჩამონათვალში გახარიას პარტია, რომლის მიმართაც ამ ამბავმა კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა. რამდენად საფუძვლიანი გგონიათ ვარაუდი, რომ აი ოცნებასა და გახარიას გუნდ შორის დახურულ კარს მიღმა და პოლიტიკურ კულუარებში არ ვიცი, რაღაც გარიგება, მორიგების მსგავსი საუბრები უნდა შემდგარიყოს. ყველაფერი მე ხა ბიზნესს კარგად ვიცნობ რა გახარიასთან ის მოლაპარაკებებს არ დაიწყებს. მას ამოცანა არის ბიზნეს ამოცანა არის პარტიების გაფუჭება, ხო? გაფუჭება სხვანაირად შეიძლება. შეიძლება აკრძალვით, შეიძლება ესე წათამაშებით და კიდე რაღაც დამატებითი პრესინგით, ხო? შეიძლება ამასთანავე უბრალოდ რეპუტაციული გაფუჭებით, ხო? ანუ გახარიას ამ სიის მიღმა დატოვება გამომდინარე იქიდან, რომ გახარია პარლამენტში შევიდა, ეს რას ემსახურება? ეს ემსახურება უფრო მეტად მის დისკრედიტაციას, იმიტომ რომ ლელოსა და გახარიას შორის იმ კრიტერიუმების მიხედვით, რაზეც არის საუბარი, ხო? განსხვავების პოვნა პრაქტიკულად შეუძლებელია. ანუ ერთადერთი ფაქტი არის, რომ შევიდა პარლამენტში პარტია რა არის? პარტია სჭირდება ელექტორატი, ხო? ანუ ხელისუფლების გათვლა, რომ მოხდება ამ პარტიის ელექტორალური დასუსტება, ანუ მის დამი მხარდაჭერის შემცირება და პარლამენტში უბრალოდ ისინი გახდებიან განტევების ვაცები და რაღაც ეს ფასადის შემქმნელი ოპოზიცია. ხა რეალურად როგორ მოახერხებს ამ საკმაოდ რთული ვითარებიდან გახარია ამოსვლას ეს სხვა საკითხია. გახარიას პარტიის არეშენია, თუნდაც იმიტომ რომ თვითონ პარტიის ლიდერზე აღზრული აქვთ ესე რომ ვთქვათ რაღაც უმძიმესი ბრალდებებით საქმე, ხო? ისიც შეკერილი რა თქმა უნდა, მაგრამ უმძიმესი ბრალდებებით და ესეც არის გარკვეული ინსტრუმენტი ამ პარტიის კონტროლის. ესე თვლის ხელისუფლება. ეხლა რამდენად იმუშავებს ეს ყველაფერი, ეს ალგე საკითხია. ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ პარტიებზე ზეწოდის სხვადასხვა მეთოდია გამოყენებული ამ შემთხვევაში. სხვა პარტიებზე სხვადასხვა მეთოდი. ამოცანა რა არის, ესაც გითხარით, სუვერენული დემოკრატიის დამკვიდრება საქართველოში, ხო? ასე რომ ყველაფერი კანონზომიერია, ყველაფერი ლოგიკურად ვითარდება, ხო? ეხლა მეცაც გეტყვით, ისიც საკითხავია, რამდენად მოხდება საბოლოო ჯამში იმ ორი პარტიის გაუქმება და არ გაუქმება. საერთოდ ერთ-ერთი მოტივი რატომ დაიწყეს ეხლა ეს შეტევა, ხო? და ამ სარჩელის
ესე რომ ვთქვათ, ინიცირება, ჩემის აზრით არის ის, რომ მიმდინარეობს ქართული ოცნებისთვის ბევრად უფრო მძიმე პარალელური პროცესი, ხო? აი ამ ქონების დიდ გადანაწილება, ბიზნესების გადანაწილება, შიგა გავლენის სფეროების გადანაწილება, ფულისა და ძალაუფლების ფლობაზე ექსკლუზივის მიღების, ესე რომ ვთქვათ, მიღებისთვის სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს შიგნით ქართულ ოცნებაში. შესაბამისად, აი ეს სანახაობა პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებით ამის გამო საზოგადოება ვერ ფოკუსირდება იმ ძირითად პროცესზე, ანუ გადაფარვის ამოცანა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა ამ ყველაფერში, რომ გადაფარონ და სანამ ეს ქონების გადანაწილება, ძალაუფლების გადანაწილება დამთავრდება, ჩვენ კონცენტრირებული ვიყოთ ამასობაში, აი ამ იწილობიწილოში პარტიებთან დაკავშირებით, რაც სრული აბსურდია და პოლიტიკური შედეგის მხრივ, წონის მხრივ, ხო? ამ პროცესს უბრალოდ აზრი არ აქვს. იმიტომ რომ პოლიტიკური ფასი, რასაც ხელისუფლება ამაში იხდის, არის ბევრად აღემატება იმ სარგებელს, რაც შეიძლება მათ მიიღონ ამ ეგრეთ წოდებული საკონსტიტუციო პროცესიდან. შესაბამისად, ამიტომ ვფიქრობ მე, რომ ძირითადი პროცესი, ცდილობენ რომ ძირითადი პროცესი დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა. მეტი არაფერი. კეთილი, ბატონია, ახლა უშუალოდ ნაციონალურ მოძრაობაზე მინდა გკითხოთ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ნაწილში მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებაზე და ბრალდებაზე, რომელიც მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომს შეეხება, ვიდრე კითხვას დაგისვათ, ნახოთ რა, ესე ვთქვათ, სამართლებრივი არგუმენტი აქვს ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებას, ნაციონალურმა მოძრაობამ გავაცნოთ მაყურებლებს მმართველი პარტიის სამართლებრივ, ესე ვთქვათ, არგუმენტებს ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩაიდინა არაერთი ქმედება და ამ მხრივ აშკარად არაკონსტიტუციური საქმიანობა განახორციელა, რამაც დააზიანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივა და ხელი შეუწყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და საოკუპაციო ძალის მიერ ოკუპაციასთან მიმართებაში პოლიტიკური პოზიციების გამყარებას. ნაციონალური მოძრაობის არაკონსტიტუციური ქმედებების კულმინაცია იყო 2008 წლის აგვისტო, როდესაც საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ შექმნა ნიადაგი ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალის შესაჭრელად, რის შემდეგაც საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს საკომიტეტო ასამბლეის 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციას, რომელთაც აღიარა საკუთარი ქმედებებით ესკალაციის ახალ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადაყვანა რუსეთის სამხედრო ინტერვენციას კი საპასუხო იერიში უწოდა ეს რა თქმა უნდა მოკლე ამონარიდი ეს ბელეტრისტიკაა ყველაფერი ხო ბელეტრისტიკაა სახელმწიფო ინტერესების აზიანოდ იმიტომ რომ როდესაც მოქმედი ხელისუფლება ამას წერს თუნდაც თავის წინამორბედზე ხო და ამით ფაქტობრივად ჩვენ მოწინააღმდეგე ოკუპანტ მხარეს აძლევს არგუმენტებს ხო არგუმენტებს თუ რატომ და როგორ და რანაირად მათ ათეთრებს ხო ეს არის ახლა მე არ მინდა ღალატი და ესეთ სიტყვები ვიხმარო, მაგრამ რა თქმა უნდა პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე სააკაშვილის იმ პროცესში ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ და ვილაპარაკოთ, მაგრამ როგორც კი შენ ამას აძლევს სამართლებრივ განზომილებას, ხო, აი ეს რას ნიშნავს, იმიტომ რომ მაგალითად ტრის წისქვილზე წყლის აი დიმიტრი ცკიტიშვილი წერს პოლიტოლოგი, პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში პარტიების აკრძალვა კი არა საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებენ ომის დაწყებაში და ამის უკვე კონსტიტუციურ ნორმად ქცევა უნდათ ეს არის რუსეთის სამხედრო ინტერვენციის და ოკუპაციის ლეგიტიმაციის მცდელობა. აქამდე მივდივართ, არა, მივდივართ ზუსტად იქამდე, რომ რუსულ ოკუპაციას და რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრას ეძლევა ლეგიტიმაცია. აბა რა თქმა უნდა, აბა რას ნიშნავს ეს ფორმულირება სხვა? ათეთრებენ ანუ მტერს, რომელიც შემოიჭრა ქვეყანაში და მოახდინა ქვეყნის ოკუპაცია, როდესაც შენ ხელისუფლებას ბრალსდებ, ხო? შენ წინამორბედს და ქვეყანას ყოველთვის ხელისუფლება წარმოადგენს, სუდია თუ კარგია რა მნიშვნელობა, ეს არის უმძიმესი დანაშაული. მე მეცაც გეტყვით, თუ ჩვენ ეხა აქ არის კონსტიტუციის დარღვევაზე აპელირება, ხო? მე გეტყვით, რომ ამ სარჩელით საერთოდ ქართულმა ოცნებამ საკუთარი ლიკვიდაციის საფუძვლები შეამზადა და აგიცნით რატომ? იმიტომ რომ თუ ვინმე არ ღვევს დღეს კონსტიტუციას, აი ბევრად უფრო მყარი არგუმენტები არსებობს, ხო? ბევრად უფრო მყარი ვიდრე ეს ბელეტრისტიკა, რაც ახლა თქვენ წაიკითხეთ. თუ ვინმე არ ღვევს კონსტიტუციას, ეს არის ქართული ოცნება. 78 მუხლი დიდი ბოდიში ყოველდღიურად ირღვევა ამ ქვეყანაში უკვე წლების განმავლობაში, ხო? ანტიდასავლური პროპაგანდა ჩვენ კონსტიტუციაში პირდაპირ გვიწერია რომ
ქვეყნის ამოცანა, ხო, სახელისუფლების ამოცანა არის ყველაფრის ყველა მოქმედების ჩატარება იმისათვის, რომ ჩვენ ევროინტეგრაციის პროცესი და ასე რომ ვთქვათ, ევროატლანტიკური პროცესი არ დაჩქარდეს, ამ დროს ხელისუფლება მუდმივი საბოტაჟის რეჟიმშია. შესაბამისად, ჩვენ თუ კონსტიტუციის ფარგლებიდან გასვლაზე საუბრობთ, ვინმეზე უნდა ვისაუბროთ, ქართულ ოცნებაზე პირველ რიგში. იმიტომ რომ რაც შეეხება სააკაშვილს, კი ბატონო, ჩვენ შეიძლება ვიმსჯელოთ თუ რაზე წამოეგო, არ წამოეგო თუ 1000 რამეზე ვიმსჯელოთ, მაგრამ მას კონსტიტუციის ფარგლები არ დაუტოვებია, ხო? არ დაუტოვებია ის კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებდა ბოლომდე და კონსტიტუციას ვინც არ ღვევს, ქართული ოცნებაა თვითონ და კი ბატონო, უნდათ ესეც სარჩელები, როგორც წესი ბუმერანგის პრინციპით უბრუნდება თავის ესე რომ ვთქვათ ინიციატორს და ესე დაბრუნდება საომარზე. ბატონია, რა უნდა იყოს ამ ყველაფერზე ასაკრძალად გამოტანილი პარტიების და ზოგადად ოპოზიციური სპექტრის პასუხი ამაზეც მინდა ვისაუბროთ. ახლა როცა ქართულმა ოცნებამ პარტიების აკრძალვის გაწყვეტილება გამოაცხადა, ბევრმა პარალელი გაავლო საბჭოთა კავშირთან, როდესაც არსებობდა ერთადერთი კომუნისტური პარტია და ამ პარტიას დისიდენტები და არაფორმალური გაერთიანებები, ასე ვთქვათ, იატაკქვეშეთიდან უპირისპირდებოდნენ. ხო, აი რამდენად რეალურია საფრთხე, რომ ამ მიმართულებით წავიდეს პროცესი. არ არის ეხლა დღეს 21 საუკუნეში ამ მოდელზე არ ჯდება ყველაფერი. მოდელი არის, გითხარით უკვე ეგრეთ წოდებული სუვერენული დემოკრატია, რაც რეალურად, ფაქტობრივად არის ავტორიტარიზმი, ბუნებრივია, ხო? მაგრამ ის არ გულისხმობს ერთპარტიულ სისტემას, გულისხმობს ფსევდო მრავალპარტიულ სისტემას, მაგრამ ერთი დომინანტური ძალით და მისი სატელიტი ოპოზიციით. ეხლა პარტიების გაუქმება არ ნიშნავს, რომ ეხლა ყველა პარტიას გაუქმება ერთპარტიული სისტემა. არ იქნება ერთპარტიული სისტემა, მაგრამ იქნება რამდენიმე ხელის ოპოზიცია. ესე კი არ იქნება ხელისუფლების გეგმა ესეთი, ამის თქმა მინდა, ხო? და დანარჩენი, ეხლა გინდათ საბჭოთა კავშირი უწოდეთ ამას, გინდათ რაც გინდათ ის უწოდეთ, ფაქტია, რომ ხელისუფლება რუსეთის იმპერიაში აბრუნებს ქვეყანას, ხო, იმიტომ რომ ესეთი სუვერენული დემოკრატიული მოდელი მუშაობს მხოლოდ რუსული იმპერიის ფარგლებში, სხვაგან არ მუშაობს. ესე ვთქვათ, გაერთიანებებზე, აი რამდენად წარმოგიდგენიათ, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები უბრალოდ ქუდს დაიხურავენ და სახლში წავლენ. სხვა შორის ნაციონალურ მოძრაობაში, რომელიც პირველია აი ამ ასაკრძალი პარტიების ჩამონათვალში, უკვე ამბობენ, რომ ოცნების არეშინიათ და პირიქით ფიქრობენ, რომ შექმნილი ვითარება შეიძლება გახდეს კარგი შესაძლებლობა, რათა ოპოზიციური პარტიები ერთიან ფრონტში გაერთიანდნენ. აი ისე ერთიან გაგრძელებას აპირებენ თან ძალების გაერთიანებას თავზე. ჩვენ გვაქვს ილუზია, რომ პარტიების გაერთიანება, არ გაერთიანებას რაიმე მნიშვნელობა აქვს. თავარი ძალაუფლების წყარო რა არის? პარტიები არიან, მათ აქვს ილუზია, თუ ან ილუზია არ აქვს და რატომღაც ესე რომ ვთქვათ, მუდმივად ამ მანკიერ წრეზე ტრიალებენ, რომ პარტიების გაერთიანებას რაიმე აზრი აქვს. ხალხის გაერთიანებას აქვს, ხალხის კონსოლიდაციას აქვს მნიშვნელობა. ძალაუფლების წყარო პარტიები კი არ არიან, რომლებიც ისეთივე არალეგიტიმურები არიან ამ საზოგადოებაში, როგორც ხელისუფლება. ხალხის გაერთიანება, ხალხის კონსოლიდაცია და პარტიები ერთმანეთთან გაერთიანებას კი არ უნდა ზრუნავდნენ, ხალხის ნდობის დაბრუნებაზე უნდა ზრუნავდნენ პირველ რიგში. აი ხალხის ნდობას რო დაიბრუნებენ, მერე კი ბატონო უნდათ ერთად დაждდნენ და რაც უნდათ ისქნა, ხო? ძალა ხალხშია და არა პარტიებში. და იბრალებენ და რაღაც სისულელებით არიან დაკავებულები რა. და სანამ ხალხის ნდობას არ დაიბრუნებენ, მანამდე ეხა ერთად დაждდებიან, სასალკე დაждდებიან, კრილოვის ის არის, როგორც უნდათ ისე დაждდნენ, ხო? დაკვრას მაინც ვერ ისწავლიან რა. ხალხზე იფიქრონ, ხალხის მხარდაჭერის მოპოვებაზე, დაბრუნებაზე, მათ ლიდერობაზე, ესე რომ ვთქვათ, პრეტენზია თუ აქვს, ხო, ეს ნდობა მოიპოვონ და მერე ვილაპარაკოთ რა. მადლობა ბატონ გია, მადლობა იმისთვის, რომ გვესტუმრეთ და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს. დაგემშვიდობებით, გია ხუხაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. ახლა რეკლამის შემდეგ ზაზა თავაძე შემოგვერთდება, ასე რომ დაგვერდეთ.
მაშასე რეკლამის შემდეგ ვაგრძელებთ პირდაპირ ეთერში მუშაობას. გვერდდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ზაზა თავაძეა ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ ზაზა და მადლობა სტუმრობისთვის. ბატონ ზაზა, აი გამოქვეყნდა სია იმ პარტიებისა, რომელთა აკრძალვასაც ქართული ოცნება აპირებს. ამ სიაში არ მოხვდა თქვენი პარტია და სხვა შორის ეს ცალკე კითხვების საგანია, რასაც აუცილებლად დაგისვათ კიდეც, თუმცა იქამდე ზოგად კონტექსტში შევაფასოთ ის, რასაც ქართული ოცნება აპირებს. იცით, რომ მართული პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს ნაციონალური მოძრაობის სამი პარტიის ნაციონალური მოძრაობის პარტია ახალის და ლელოს აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. ახლა თქვენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იყავით, ხო, რამდენიმე წლის განმავლობაში. შესაბამისად, აი როგორც ყოფილმა მოსამართლემ, რამდენად დაინახეთ ამ პარტიების აკრძალვისთვის სამართლებრივი და კონსტიტუციური საფუძვლები, როდესაც გუშინ უსმედით შალვა პაპუაშვილს, რომელმაც საზოგადოებას სარჩელის არსი და შინაარსი გააცნო. აი რა სიტყვით იმ არგუმენტებზე, რაც წარმოადგინა ქართულმა ოცნებამ. არსებობს თუ არა სამართლებრივი და კონსტიტუციური სივრცე, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მოსამართლეები ამ საკითხზე მსჯელობაში შევიდნენ. ლელა, გამარჯობა, მივესალმები ჩვენ ტელემოყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ანუ ამ თქვენ შეკითხვასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ ესე ვთქვათ ვრცელი პასუხი შეიძლება გქონდეს და შეიძლება გქონდეს მოკლე პასუხი. მოკლე პასუხი არის ის, რომ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს ამა თუ იმ პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით მიმართავს კონკრეტული სუბიექტი, ამ შემთხვევაში ქართული ოცნება, პირველ რიგში მას უნდა გქონდეს ამის როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური, ასევე მორალური საფუძვლები. არც ერთი ჩემი ჩამოთვლილთაგან ქართულ ოცნებას არ აქვს. მე საერთოდ ვერ გავიგე რა შუაში იყო საერთოდ ლელოს ამ სარჩელში მოხსენიება და ჩასმა. თან იმის გათვალისწინებით, რომ საერთოდ ეს არის კანონმდებლობით გათვალისწინებული უკიდურესი ზონა, უკიდურესი ესე ვთქვათ საშუალება, როდესაც დანარჩენ ორ პარტიასთან მიმართებაში საფრთხე გონიათ ის პროცესი, რასაც არა, მე ვამბობ იმას, რომ ეს არის უკიდურესი ფორმა, როდესაც ესა თუ ის მოსარჩელი სუბიექტი მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა პოლიტიკური სუბიექტის არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, როდესაც მაგალითად დემოკრატიულ წესწყობილებას გამოკვეთილად ემუქრება ამ პოლიტიკური სუბიექტიდან განსაკუთრებული საფრთხე. ჩვენ ესეთ საჭიროებას როგორც სამართლებრივს ვიმეორებ, ასევე პოლიტიკურს ვერ ვხედავთ და თუ ვინმე არღვევს საერთოდ ამ ქვეყანაში კონსტიტუციას, ეს არის ქართული ოცნება და არავის სხვა პირველ რიგში. თქვენ იცნობთ ხო საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობას, რა გაწყვეტილებას ელით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მხრიდან და რას ურჩევთ ყოფილ კოლეგებს? აი თუ გაქვთ სურვილი, რომ რამე უთხრათ მოსამართლეებს, რადგან საუბარია მართლაც ისეთი პრეცედენტის შექმნაზე, რომელიც აი დიქტატურის და ავტორიტარიზმის გაფორმებად ფასდება. სამწუხაროდ მე არ მაქვს დღევანდელი საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობის მიმართ დადებითი მოლოდინები, იმდენად რამდენადაც მათ თავიანთი გადაწყვეტილებებით დაამტკიცეს და შეუქმნეს საზოგადოებას აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ დღევანდელი საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა, ანუ 9 მოსამართლიდან უმრავლესობა, თუ არ ჩავთვლით 2 მოსამართლეს, სრულიად იმართება მმართველი რეჟიმის მიერ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის რაღაც ყურმოკრული ინფორმაცია, ან რაღაც კულისებიდან გამოჟონილი ინფორმაცია, ან რაიმე ესე ვთქვათ მტკიცებულებებს არ დაყრდნობილი ინფორმაცია. ჩვენ ძირითადად ვინც კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტები ვართ, ვისაც გამოცდილება გვაქვს ამ სფეროში, პირველ რიგში ვკითხულობთ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც იღებს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია თუ პლენუმი. და ბოლო გადაწყვეტილებები, რომლებსაც ახლა აქ არ ჩამოთვლით და არ გადაგღლით, ძალიან ბევრი გადაწყვეტილება, მე ვიტყოდი უმრავლესობა მიღებული გადაწყვეტილებებში იკითხება არაობიექტურობა, დაუსაბუთებლობა და რეჟიმის დაკვეთის კვალი. აი ამის
ეს ყველაფერი მაძლევს მე იმის თქმის საფუძველს, რომ დღევანდელ საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობის უმრავლესობას საუბარი მაქვს 7 მოსამართლეზე, არ მათ მიმართ არ მქონდეს დადებითი მოლოდინი, რომ ისინი არ შეასრულებენ რეჟიმის დაკვეთას, მაგრამ ჩვენ ლელა აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ოცნების მიერ ნაციონალური მოძრაობის აკრძალვასთან დაკავშირებით ჩვენ გვესმის დაახლოებით 13 წელზე მეტია უკვე და ესეც მგონია, რომ ეს კამპანიაც ოცნების მიერ წამოწყებული პოლიტიკური პარტია ნაციონალური მოძრაობის ბოლომდე არ მივა ეს აკრძალვასთან დაკავშირებით მე დიდი ეჭვი მაქვს და მაქვს ამის საფუძველი და ეს არ არის მარტო ჩემი აზრი, რომ ეს იქნება კიდევ და კიდევ დიდი ალბათობით ფეიქ ოპერაცია, რომელიც თითქოს ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას ემსახურება. იმიტომ რომ ნახეთ ყოველ ჯერზე, როდესაც ოცნება ამ 13 წლის განმავლობაში აანონსებდა ნაციონალური მოძრაობის და მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვას, ეს არც ერთ ჯერზე არ მისულა ბოლომდე და ამას აქვს თავისი ახსნა. ეს არის ის, რომ თუ ნაციონალური მოძრაობა მართლა აკრძალავს ოცნება, ამას მიაღწევს და აქვს ამის საშუალებები, როგორც უკვე აღნიშნეთ, საკონსტიტუციო სასამართლო სრულიად აკონტროლებს, საერთო სასამართლოსაც სრულიად აკონტროლებს, მაგრამ ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო ჭირდება პარტიების აკრძალვისთვის. ის ამას არ გააკეთებს, იმიტომ რომ ამით ფაქტობრივად ის თავის საზრდოს, ესე ვთქვათ, პოლიტიკურ საზრდოს, რაზეც პარაზიტირებს, რომ მუდმივად შემოყავს ნაციონალური მოძრაობა საჭირო დრო, საჭირო სიტუაციაში იმისთვის, რომ აი მე თუ არ მე ცუდი ვარ, მაგრამ ჩემზე ცუდი არ ნაციონალური მოძრაობა. რომ მინდა სწორად გავანაწილო კიდევ ერთი კითხვა მაქვს. დაველოდოთ მივა თუ არა ეს პროცესი ბოლომდე, იქამდე კი მაგიდაზედებს სია, რომელშიც დაფიქსირებულია და მოთხოვნილია 3 პარტიის აკრძალვა, ამ სიაში არ მოხვდა თქვენი პარტია, ეს კი მაშინ, როდესაც რამდენიმე წელია, ხო, უკვე მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა ქართულ ოცნებას, გაემიჯნა და ოპოზიციური პარტია შექმნა, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის ნაწილად მოგიაზრებდათ მართველი პარტია. აი ჩდება კითხვა, რატომ არ ხართ ამ ჩამონათვალში და რამ გადაგარჩინათ მაშინ, როდესაც აი თქვენც გავუსვით ხო ხაზი და გიკვირთ, რატომ მოხვდა ამ სიაში ლელო და წონით და რეიტინგით დაახლოებით თქვენი პარტიის ტოლფასია ლელო შეიძლება ითქვას. ხო, აი ამ გარემოებამ მართლაც გახარიას პარტიასთან მიმართებაში კიდევ უფრო გაზარდა კითხვები და ეჭვები და არ ვიცი, მართლაც კიდევ უფრო მოხშირდა კითხვა იმის თავობაზე გუშინდელი დღიდან მოყოლებული, ვინ არის გიორგი გახარიას, რა არის რეალურად მისი მიზნები და ამოცანები და რამდენად საფუძვლიანი შეიძლება იყოს ვარაუდი იმის თავობაზე, ეს ძალა ხომ არ წარმოადგენს, ასე ვთქვათ, სატელიტ პარტიას, ქართული ოცნების სატელიტ პარტიას ოპოზიციაში. მართლაც ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. მარტივად რა არის ამ კითხვებზე თქვენი პასუხი? ლელა, გულწრფელად გეტყვით, რომ თქვენ შეკითხვაში ფაქტობრივად პასუხიც უკვე გააჟღერეთ. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ჩვენ 2021 დღიდან ჩვენი პარტიის შექმნისა მიჩვეული ვართ ამ დაუსაბუთებელ და უსაფუძვლო ბრალდებებს, ამ შეთქმულების თეორიებს, რომ გახარიას პარტია არის ოცნება 2, ამისთვის შეიქმნა და რა ვიცი ახლა ვისაც თვალი აქვს და ვის ხედავდეს და ვისაც ყური აქვს უნდა ისმენდეს ჩვენს მიმართ გატარებული არაერთი რეპრესიული მექანიზმი, იგივე ფინანსური წყაროების გადაკეტვა, იგივე ჩვენი პოლიტიკური პარტიის წევრების საპატიმროში აღმოჩენა, ის რომ ივანიშვილი ქართული ოცნების დამფუძნებელი პირდაპირ თარგეტირებულად მოიხსენიებს გიორგი გახარიას როგორც მის მთავარ ოპონენტს. ის რომ ძალიან გაბრაზებულია გიორგი გახარიაზე და როდესაც ჩვენ ამას ყველაფერს განვიხილავთ და შევაჯერებთ ამ ინფორმაციებს, ობიექტური დამკვირვებელი აქედან გამოიტანს იმ დასკვნებს, რომ ეს არის ოცნების ჩემი აზრით და ვფიქრობ, რომ არა მარტო ჩემი აზრით, ეს არის ოცნების მორიგი ტაქტიკური სვლა, რომელიც ტრიუკი,
მოდი ასე დავარქვათ. თუ ტრიუკი რისკი. რა თქმა უნდა ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ საზოგადოებაში შეიტანოს ეს განხეთქილება, რაც ჩვევია, ეს ეჭვები და ამით მართოს ეს ყველაფერი, ამით უვალდებდება ეს ყველაფერი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ოცნების განმარტება მოვისმინეთ, რატომ არ არის გიორგი გახარიას პარტია ასაკრძალ პარტიათა სიაში პარლამენტის თავმჯდომარე მიზეზად დაასახელა ის, რომ დაიწყეთ საპარლამენტო საქმიანობა და აღარ ეწევით პარლამენტის საბოტაჟს, თუმცა ოცნების პასუხი ბევრისთვის არ არის დამაჯერებელი იმ ფონზე, როდესაც ვიცით, რომ ხელისუფლებას გახარიას პარტიასთან მიმართებაში რაღაცა სერიოზული სამართლებრივი პრეტენზიებიც აქვს, ხო? იქნება ეს ჩორჩენაში საგუშაგოს გახსნის თემა თუ იქნება ეს 20 ივნისის მოვლენები. ხო, ეს ცალკე საკითხია, თუმცა ლეგიტიმურია თუ არა კითხვა, თუ კი ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში იყენებს საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რატომ არ აკეთებს ამას გიორგი გახარიას პარტიასთან მიმართებაში? ნახეთ, მე კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ, რომ ოცნება იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება ხანძლივად და დარჩეს ხელისუფლებაში, რათა შეინარჩუნოს იმავდროულად ის მოპარული ფული, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, 2021 წლიდან ვამბობთ ამას, ხო? და ეს დაამტკიცა უკვე ოცნებამ თვითონ დაამტკიცა თავისი ქმედებებით, მის ხელში არსებული ინსტიტუციების გამოყენებით, როგორც პროკურატურით, ასევე ფინანსური პოლიციით, ასევე სასამართლოს მეშვეობით, დაამტკიცა, რომ მის წიაღში იყო სისტემური კორუფცია. შესაბამისად, ოცნება ყველაფერზე წავა, ლელა, ყველაფერზე წავა, ყველაფერს გააკეთებს, ყველანაირ ტრიუკს ჩაატარებს იმისათვის, რომ საზოგადოებრივი აზრი, მოკლედ, საზოგადოებრივი აზრი არ იყოს ობიექტური. რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, მაგალითად იგივე ჩვენ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებით. ამას ჩვენ პირდაპირ ხედავთ, შევიარაღებელი თვალითაც ძალიან კარგად ჩანს და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ოცნების თუნდაც ის, რომ ჩვენ არ ვართ ამ ყოვლად დაუსაბუთებელი, ყოვლად როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად საკონსტიტუციო სარჩელში და იქ რომ ჩემ დაგასაკვირად და ჩვენ დაგასაკვირად აღმოჩნდა ლელო, ეს ყველაფერი, თუნდაც ეს ორი ფაქტი, მეტყველებს იმაზე, რომ პოლიტიკური სუბიექტები უნდა გადაკიდოს ერთმანეთს, გააჩინოს ეს შეკითხვები, გააჩინოს მაგალითად იგივე ლელოსთან მიმართებით უფრო ესე ვთქვათ, მეტი შეკითხვა, რატო აღმოჩნდა ლელო ამ სარჩელში და რატო არ აღმოჩნდით ჩვენ. მაგრამ მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, გულწრფელად როგორც იურისტი, როგორც პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა, გამიკვირდა. მეცაც გეტყვით, ჩვენ ვიცით, რომ ბოლო მომენტამდე, ისა ლელა, ბოლო მომენტამდე, ანუ სანამ პაპუაშვილი დადგებოდა მედიასთან და გააკეთებდა ამ სარჩელთან მიმართებაში ამ განცხადებას, ბოლო მომენტამდე 100%-იანი ინფორმაცია გვაქვს, რომ ჩვენ ამ სარჩელში ვიყავით. საუბრები პოლიტიკურ კულუარებში გახარიას პარტიასა და ქართულ ოცნებას შორის არ ყოფილა ეს თემა, რომ შევაჯამოთ. არანაირი პოლიტიკური ვაჭრობის შედეგი არ არის ის, რომ თქვენი პარტია აღმოჩნდა პარლამენტში, ასაკრძალ პარტიათა სიაში კი ვერ ხედავთ გიორგი გახარიას პარტიას და ის თემა რომ რა თქმა უნდა არა, რა თქმა უნდა არა, რა თქმა უნდა არანაირ პოლიტიკურ ვაჭრობას ოცნებასთან ჩვენი მხრიდან არ ქონდა ადგილი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმ ფონზე, იმ შუქზე, რომელიც ქვეყანაში წარმოიშვა 4 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ჩვენ საზოგადოებას, ეხლა ნიშნის მოგებით კი არ ვამბობ ამას. საზოგადოებას, როგორც ჩვენი პოლიტიკური ლიდერი, ასევე თითეული ჩვენთაგანი ვაფრთხილებდით, რომ ეს არის ოცნების წისქვილზე წყლის დასხმა. თუნდაც ისე მეორე მხრივ, ეხლა გუშინ შაბოდიში რომ გაგაწყვეტინეთ, გუშინ შალო პაპაშვილმა თქვა, რომ პარტიები, რომელთა აკრძალვაც ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში არ ხდება, არ არიან ძლიერი პარტიები და ისინი მათ არ აქვთ რესურსი იმისა, რომ გავლენა მოახდინონ პოლიტიკურ პროცესებზე. აი, რამდენად შეიძლება ვიფიქროთ, რომ თქვენშიც, ანუ გახარიას პარტიაშიც ვერ ხედავს პრობლემას ქართული ოცნება და ვერ აღგიქვამთ, ასე ვთქვათ, ძლიერ და კონკურენტ პარტიად. აი, რამდენად იღებთ სიაში თქვენს არ ყოფნას მესიჯად, რომ აი გახარიას პარტია არის სუსტი, რომელსაც არ შეუძლია, რომელიც პრობლემებს ვერ შეუქმნის ქართულ ოცნებას. ლელა, პირველ რიგში ჩვენ არ უნდა გავასწოროთ ფოკუსი ოცნებაზე, იმიტომ რომ ოცნება, როგორც ვიცით, ეს არის მატყუარა პოლიტიკური ძალა.
ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც დგას კორუფციაზე, მეკრთამეობაზე, ტყუილზე, ფლიდობაზე. შესაბამისად, ეხლა ჩვენ რატომ უნდა გავასწოროთ ესეთ პოლიტიკურ ძალაზე რაღაც ისრები, ხო? ჩვენ ობიექტურობას უნდა გავუსწოროთ თვალი და შესაბამისად, ეხლა პაპუაშვილი რა სიტყვის და ოცნების მოლაპარაკეთავები რა სიტყვის ამა თუ იმ პოლიტიკურ სუბიექტთან დაკავშირებით, ამაზე კი არ არის ობიექტურად დამოკიდებული ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის გავლენა, სიძლიერე, რეიტინგი. ამას განსაზღვრავს ქართველი ამორჩეველი, რომელზეც ოცნება მიძალადა, რომელზეც ოცნება ძალადობს და შესაბამისად ამიტომ ჩამოყალიბდა რეჟიმად და ამიტომ არის რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ოცნებას მოიხსენიებენ რეჟიმად. კეთილი. ბადოზაზე აუცილებლად უნდა გკითხოთ უკვე ბოლოსკენ თქვენი პარტიის მიერ საპარლამენტო საქმიანობის დაწყებაზე. გუშინ პირველი დღე გქონდათ თქვენს კოლეგებს, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში გამართულ პლენარულ სხდომას დაესწრნენ და სიტყვითაც გამოვიდნენ, თუმცა სიტყვით გამოვიდნენ და სხვა შორის ძალიან კრიტიკული და მკაცრნი იყვნენ თქვენი პარტიის წარმომადგენლების მიმართ ქართული ოცნების დეპუტატებიც, აი უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ისიც კი უთხრა თქვენი პარტიის წევრ დეპუტატებს, რომ მადლობა აქვთ გადასახდელი უმრავლესობის თითოეული წევრისთვის, რათა მიეცათ უფლება სხდომათა დარბაზში ისხდნენ და ერქვათ პარლამენტის წევრები. აი რა სიტყვით, როგორ ჩაიარა პირველმა დღემ და რამდენად კარგი იყო თქვენი პარტიის წარმომადგენელთა სტარტი, იმიტომ რომ ერთი შეხედვით იქით შემოესივნენ ქართული ოცნების წევრი დეპუტატები მგლებივით, ასე ვთქვათ, თქვენი პარტიის წევრებს. მგლებივით ვერ ვიტყოდი, ლელა, პირიქით მე ვიტყოდი ტურებივით თუ აფთრებივით, იმიტომ რომ ეხლა სერიოზული კომენტარის გაკეთება მე არ შემიძლია იმ ადამიანებზე, რომლებსაც თავიანთ თავი არ ეკუთვნით. ოცნებაში თუ ვინმეს თავის თავი ეკუთვნის და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებს და თავისუფალია მის გადაწყვეტილებებში და მის აზრებში, ეს არის ერთადერთი ივანიშვილი. დანარჩენი ესენი არიან თოკის თოჯინები და ეხლა თოკის თოჯინებთან დაკავშირებით რა სიტყვიან ისინი და როგორ იტყვიან ადამიანს, რომელსაც თავისი საკუთარი აზრი არ გააჩნია და თავისუფლად აზრს ვერ გამოთქვავს, წინამორბედ შემთხვევაში ის ოცნებაში ვერ იქნება, იმიტომ რომ ოცნებაში არცემენ ადამიანების ინდივიდუალიზმს პატივს, ოცნებაში არცემენ განსხვავებულ აზრს პატივს, ოცნებაში თავისუფალ აზრს არცემენ პატივს და შესაბამისად ეს არის არადემოკრატიული, არათავისუფალი პოლიტიკური ძალა და ნუ მათი განცხადებები, რა თქმა უნდა, არასერიოზულად არის აღქმული საზოგადოებაში, ვისაც ძალიან კარგად ესმის, რას ნიშნავს ოცნება. ასე რომ ჩვენი პოლიტიკური პარტიის გუშინდელი პარლამენტში გამართული დებიუტი და პოლიტიკური განცხადებები, მე ვფიქრობ, იყო ის სათქმელი, რაც ჩვენ ამორჩეველს ჰქონდა და შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზუსტად რომ ჩვენი ამორჩევლის სათქმელი თქვით გამოსვლები გქონდათ მიუხედავად იმისა რომ ჩვენი პარტიის წარმომადგენლებმა წევრმა დეპუტატებმა მართლაც ბევრ რამეზე ისაუბრეს ახსენეს ავტორიტარიზმი უფლებების დარღვევები რეალურად ესე ვთქვათ გაუსვეს ხაზი ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ბევრს დარჩა შთაბეჭდება რომ რაღაც აკლდა თითქოს აი თქვენი წარმომადგენლების გამოსვლას არ ვიცი რიხი თუ რა მაგრამ რაღაც ასეთი რაღაცის დანაკლისის შთაბეჭდილება დატოვა. რატომ დარჩა საზოგადოების ნაწილს, როგორ ფიქრობთ, ასეთი შთაბეჭდილება და აი მეორე მხრივ, მართლაც რა დაგანახათ გუშინდელმა დღემ? რამდენად დაგანახათ, რომ პარლამენტში არსებობს რაიმე რესურსი, რამე გააკეთოთ იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც თქვენს პარტიას ნდობა გამოუცხადა და ხმა მისცა. დიახ, პირველ რიგში ლელა, ეს გადაწყვეტილება, რასაც პარლამენტში შესვლა ჰქვია, ეს იყო, რა თქმა უნდა, დამყარებული დიდწილად ჩვენ ამორჩეველზე, რომლებმაც ჩვენ ხმა მოგვცა საპარლამენტო არჩევნების დროს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამორჩეველშიც იყო განსხვავებული აზრები პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, როგორც ჩვენ პოლიტიკურ საბჭოში, მაგრამ პოლიტსაბჭოც და ჩვენი ამორჩეველიც ესენი არიან ცოცხალი ადამიანები, ცოცხალი ორგანიზმია ჩვენი პოლიტსაბჭოც. შესაბამისად, დრო აჩვენებს მომავალში, რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ რადგან უმრავლესობამ ესე გადაწყვიტა, შესაბამისად ჩვენ უმრავლესობის აზრს, როგორც პოლიტსაბჭოში, ასევე ჩვენ ამორჩევლებში ვცემთ პატივს. მე ასევე გავიხსენებ თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენ მონაწილეობას, როდესაც ჩვენ ხვდებოდით ჩვენ ამორჩევლს, მოსახლეობას. ძალიან ბევრი ადამიანი
სვავდა ერთ და იგივე შეკითხვას, რომ რატომ არ გამოიყენეთ საპარლამენტო ტრიბუნა, რატომ არ შეხვედით პარლამენტში. ჩვენთვის მაგალითად ამან გამოიწვია დაბნეულობა, რომ თქვენ არ ახართ პარლამენტში, ჩვენ თქვენ ხმა მოგეცით და თქვენ ჩვენ ხმას არ აგონებთ დანარჩენ საქართველოს. არ გვაგონებთ ჩვენ. არ იცავთ ჩვენ უფლებებს პარლამენტში. ოცნება არის დატოვებული, ოცნებასთან ვართ დატოვებული მარტო. და ახლა ეს ხო რეალობაა, ნახეთ. ჯერ ეს ერთი გაგახსენებთ იმასაც, რომ გაგახსენებთ, ნახე, ანუ ამას დრო აჩვენებს. ლელა, დრო აჩვენებს. სასამართლოში შავი ფარდაა ჩამოფარებული. გამყოფებდა პარლამენტში შავი ფარდა იყო ჩამოფარებული. თქვენ იყავით თავდაცვის რეჟიმში, მართლაც ასეთი იყო შემთხვევაში. ოცნება გადავა თავდაცვის რეჟიმში აუცილებლად, ოცნება გადავა თავდაცვის რეჟიმში აუცილებლად, იმიტომ რომ მათ პარტიულ ოფისად ჰქონდათ ქცეული საქართველოს პარლამენტი და ახლა ჩვენი შეცვლით ამ 12 დეპუტატის იქ წარმოდგენით ალტერნატიული და განსხვავებული ხმის და აზრის გაგონება მოუწევს როგორც მათ, ასევე ჩვენ საზოგადოებას. ეს იყო პოლიცსაბჭოს უმრავლესობის გადაწყვეტილება. და ნახოთ, დრო გამოაჩენს ყველას. მადლობა ბატონ ზაზა, მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენი სტუმარი და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს. პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთ ლიდერს დავემშვიდობებით. დღის ნიუსრუმიც ამით დასრულებულია. ერთმანეთს უკვე ხვალით 11 საათზე შევხვდებით.